როგორ ვამცირებთ სახლში გათბობა გაგრილების ხარჯებს? რა უზრუნველყოფს სახლის ფასადის სილამაზეს და ხანგრძლივ ექსპლუატაციას? როგორ დავათბუნოთ კარფანჯრის ღრიჭოები და როგორ მონტაჟდება სახანძრო ზღუდეები? ეს და კიდევ სხვა დეტალები იხილეთ ჩვენს ფილმში. კნაუფის თბილი კედლის სისტემის გამოყენება საშუალებას გვაძლევს ზამთარში დავზოგოთ გათბობის და ზაფხულში კი გაგრილების ხარჯები. ასევე თავი დავიცოთ გარეხმაურისაგან და ავამაღლოთ შიდა სივრცის კომფორტი. გარდა ამისა, გარე კედლები დაცულია გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისაგან და ამით შენობის ექსპლუატაციის ვადაც იზრდება. კნაუფის თბილი კედლის სისტემები ოპტიმალური გადაწყვეტაა როგორც დაბალსართულიანი, ასევე მრავალსართულიანი შენობების გარე განითბო იზოლაციისთვის. სისტემები ერთმანეთისგან განსხვავდება გამოყენებული თბოიზოლაციის ტიპებით. კნაუფ თბილი კედელი 1 იყენებს პოლისტიროლის ქაფს, კნაუფ თბილი კედელი 2 მინერალური ბამბის ფილებს. სისტემის შერჩევა დამოკიდებულია შენობის ტიპზე და განსაზღვრულ მოთხოვნილებებზე. ორივე სისტემის მონტაჟი დაშვებულია 75 მეტრამდე სიმაღლის შენობებზე. ამ ფილმში წარმოგიდგენთ კნაუფის თბილი კედლის სისტემის მონტაჟს პოლისტიროლის ფილების გამოყენებით. სამუშაოებს ვიწყებთ კარფანჯრების მონტაჟის შემდეგ. ვახდენთ კედლის აზომვას და საჭირო მასალების დაანგარიშებას. თბოს საიზოლაციო ფენის შესაქმნელად დაგჭირდება შემდეგი მასალა: ფასადის ფითხი სატენ-ცემენტი, გრუნტი, მულტიგრუნტი და კვარცგრუნტი, დეკორატიული ბათქაში კნაუფ დიამანტი, ნესტგამძლე საიზოლაციო ფილები კნაუფ თერმოფასადი, მინერალური ბამბის ფილები მინიმუმ სიმკვრივით 100 კილოგრამი კუბურ მეტრზე, თეფშა დუბელი, ცოკოლის საყრდენი პროფილი, ტუტე გამძლე მაარმირებელი ბადე, ფერდოს პროფილი თეთრი მინაბადით, პლასმასის კუთხე ბადით და ჯუბელ ლურსმანი კარ 860-ზე. სამუშაო ხელსაწყოებიდან ჩვენ გვჭირდება მიქსერი, ბურღი პერფორატორი, შპატელი, პლასმასის სახეხი, კონტეინერი ნარევისთვის, თარაზო, ფუნჯი, ლილვაკი, კაპჩა, პენოპოლისტიროლის და მინის ბამბის საჭრელი დანა ან წვრილკბილებიანი ხერხი, ლითონის საჭრელი მაკრატელი, ჩაქუჩი და კბილებიანი საგლოვი. კედლის ზედაპირს ვასუფთავებთ მტვრისგან, ჭუჭყისა და ჩამოშლილი ნაწილაკებისაგან. ქვის და კერამიკული აგურის კედელი ნესტის მაღალი შთანთქმის გამო საჭიროებს დამუშავებას კნაუფ მულტიგრუნტით. გასაშრობად ვტოვებთ 6 საათით. ამ დროის განმავლობაში მინერალური ბამბის ფილებიდან ჭრით ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდეებს. მარტივი მართკუთხა ფორმის შენობების შემთხვევაში გამყოფ ზღუდეებს ჭრით არანაკლებ 150 მმ სიგანის და ძირითადი თბოს საიზოლაციო ფენის სისქის ტოლ-ნაჭრეებად. ზღუდეები მონტაჟდება უწყვეტად, შენობის მთელ პერიმეტრზე, ქვედა და ზედა ნიშნულების დონეებზე. გარდა ამისა, ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდეები მონტაჟდება კარფანჯრების ღიობების ირგვლივ, ასევე სართულებს შორის შენობის მთელ პერიმეტრზე. რადგან კარფანჯრების კუთხეებში ფილების შეერთება არ არის ნებადართული, ისინი მზადდება ერთი მთლიანი კუთხის ფორმით. ახლა ვიწყებთ თბოს საიზოლაციო შრის მოწყობას. თარაზოთი კედელზე მოვნიშნოთ ცოკოლის პროფილის საპროექტო მდებარეობა. პროფილს ვამაგრებთ დუბელით არაუმეტეს 300 მმ-იანი ბიჯით. ამის შემდეგ გადავდივართ თბოს საიზოლაციო ფილების მიკრობაზე. მიქსერით ვამზადებთ წებოსაბათქაშე ნარევს სატენ-ცემენტი, შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის თანახმად. ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდეების მისაკრავად კბილებიანი საგლოვით დაგვაქვს სატენ-ცემენტის ნარევი. ზღუდეებს ვამაგრებთ ცოკოლის პროფილზე, შენობის მთელ პერიმეტრზე. წებოსაბათქაშე ნარევი დაგვაქვს კნაუფ თერმოფასადის პოლისტირული ფილის ზედაპირზე, ისე რომ ფილის ზედაპირი დაიფაროს მინიმუმ 40%-ით. ფილებს ვამაგრებთ კედელზე, ისე რომ კარგად ებჯინებოდეს ძირს. ფილები მონტაჟდება ერთმანეთის მიმართ არანაკლებ 200 მმ-იანი დაცილებით. სავალდებულოა რიგის გეომეტრიის პერიოდული კონტროლით თარაზოთი. ფილების შეერთების ადგილი არ უნდა დაიფაროს წებონარევით. თუ ფილებს შორის წარმოიქმნა 2 მმ-ზე მეტი ღრიჭო, მას ვავსებთ იგივე თბოიზოლაციის მასალით. შენობის კუთხეებში ფილებს ვაჭრით ზედმეტ ნაწილებს, ხოლო ჭრილ ადგილებს ვასუფთავებთ ჯაგრისით. ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდეებს ვამაგრებთ კარფანჯრების ირგვლივ, ხოლო სართულშორისო გამყოფი ზღუდეები მონტაჟდება ღიობების ზედა ნიშნულზე. სამუშაო პროცესს 2 დღის შემდეგ ვაგრძელებთ ანკერების მონტაჟით.
ბურღით ვაკეთებთ ხვრელებს, რომელთა სიღრმე ანკერის სიღრმეზე 10 მმ-ით მეტია, ხოლო დიამეტრი დუბელის დიამეტრის ტოლი. ანკერს ნახროჩი ვსვავთ ისე, რომ მისი თავი ბოლომდე ჩაიძიროს თბოს საიზოლაციო ფილის პირამდე. ბოლოს კი მას გამჯენი ჭანჭიკით ვაფიქსირებთ. დუბელების რაოდენობა 1 კვადრატულ მეტრზე დამოკიდებულია თბოიზოლაციის ფილის ზომაზე, დუბელების დასაშვებ დატვირთვაზე და ასევე შენობის სიმაღლეზე. კარფანჯრების გარეღიობის კუთხეებზე დაგვაქვს სატენცემენტის ნარევი. ზემოდან ვაწებებთ პლასმასის კუთხოვან პროფილებს ბადით ერთმანეთზე არანაკლებ 10 სანტიმეტრიანი გადაფარვით. კარფანჯრების ღიობის კუთხეებში თბოსაიზოლაციო შრესთან სამონტაჟო ადგილებში ვაამაგრებთ ბადიან საბჯენ პროფილს. კარფანჯრის ღიობის კუთხეებში ვაწებებთ მაარმირებელ ბადეს ზომით 30-50 სანტიმეტრზე. ისე რომ ბადემ არ გადაფაროს პოლისტირული ფილა. სისტემის გასამაგრებლად შენობის ვერტიკალურ კუთხეებზე კნაუφ სატენცემენტის მეშვეობით ვამონტაჟებთ მინაბადიან პლასტმასის კუთხის პროფილებს. ამის შემდეგ სატენცემენტის ნარევით ვლესავთ პოლისტირული ფილების მთელ ზედაპირს. ნალესს ვასწორებთ კბილებიანი შპატელით. ნალესს ზემოდან ვადებთ მაარმირებელ ბადეს. მომიჯნავე ბადეების ერთმანეთზე გადაფარვა არ უნდა იყოს 100 მმ-ზე ნაკლები. ბადეს შპატელით ვაწებებთ ნარევში და საჭიროების შემთხვევაში ზემოდან დამატებით ფენას უსვამთ. ნალესს გასამყარებლად ვტოვებთ 8 დღით. ზედაპირი უკვე მზადაა დეკორატიული ლესვისთვის. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ ბათქაშს კნაუφ დიამანტს. იგი არა მხოლოდ იცავს კედლებს, არამედ მათ დეკორატიულ ფაქტურასაც სცემს. შუბა და კოროედი მარცვლოვანი სტრუქტურის სისქის ცვლილებით დიზაინერული ფაქტურებისთვის შესაქმნელად ფართო შესაძლებლობას გვაძლევს. ზედაპირს ვამუშავებთ კვარც გრუნტით და გასაშრობად ვტოვებთ 24 საათი. ინსტრუქციის მიხედვით ვამზადებთ კნაუφ დიამანტ კოროედის საბათქაშე ნარევს. კედელს ვაბათქაშებთ ნარევის მარცვლოვანი სტრუქტურის სისქეზე. 15-20 წუთში პლასმასის სახეხით ნალესზე ვქმნით დეკორატიულ სტრუქტურას. კნაუφ დიამანტ შუბას დეკორატიული ბათქაშის გამოყენებისას ნალესის სტრუქტურირება მყისიერად უნდა მოხდეს. დეკორატიული ბათქაშის გამაგრებისა და სრული გაშრობის შემდეგ ზედაპირს ვღებავთ აკრილის ან სილიკონის საღებავით, კარგი ნესტგამტარობით. გარედატბუნების სრული კომპლექტაცია უზრუნველყოფს ნაგებობის ხარისხს, გამძლეობას და ხანგრძლივ ექსპლუატაციას. კნაუφი ვაშენოთ ერთად.